კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო და გავიგოთ ჩვენი თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება. აი ამჟამად რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით? რა ფიქრები აქვს ამჟამად თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას თქვენთან დაკავშირებით? რას ფიქრობს? თქვენ შორის სხვათა შორის საკმაოდ ისეთი დისტანცია, სიშორეა. შეიძლება რეალურ ბლოკებშიც ხართ, ან თქვენ დაბლოკეთ, ან მან დაბლოკეთ. ან ორივე. ხო, საკმაოდ ისეთი სიტუაცია გაქვთ რაღაცნაირი. დაბლოკილებიც ხართ, გზაც არის თქვენ შორის, ან უბრალოდ ეს მენტალური სიშორე გაქვთ ერთმანეთთან, მაგრამ ეს ადამიანი ფიქრობს, რომ სასწრაფოდ უნდა გამოეშროს თქვენსკენ, რადგან უნდა ისევ თქვენთან გაერთიანება. კარგი. ვინც პირველად მიყურებთ, ალბათ გეცოდინებათ, რომ ერთი და იგივე კითხვას, აი YouTube-ის გვერდზე უფრო არის ხოლმე ეს მომენტი, რომ ერთი და იგივე კითხვას ბევრჯერ სვავ, ვარიანტები არ მაქვს, მაგრამ ესე რამოდენიმეჯერ ვკითხულობ, რომ ბევრ ადამიანზე რეზონირდეს, ამიტომ ახლაც ვიკითხავ. აი ამჟამად თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება კიდევ რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით? რა ფიქრები აქვს? ხო, აქ მიცით რა არის, აქ ყურეთ თასების დედოფალი ყავს ფონად და ეს ადამიანი ამჟამად საკმაოდ ისეთ ემოციურად არის თქვენს მიმართ განწყობილი და მაგრამ ეს კი ემოციები აქვს, მაგრამ უყურეთ რეალურად ცოტა დაბნეულია ეს პიროვნება, ან ძალით იხობს იდებს თვალებზე ხელს და არ უნდა სიმართლის დანახვა, რაღაც ესეთი ენერგიები მომდის და შეიძლება რაღაცა დოზით არჩევნის წინაშეც იყოს. არ იცის რა გააკეთოს, თუმცა საკმაოდ ისეთი ტიპაჟია, აი თავის ცხოვრებას თვითონ მართავს, თავის თავს მართავს ძალიან კარგად და შეიძლება აი ეს ყველაფერი ნაკლებად ეტყობა. რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით ეს პიროვნება? აი ამ ყველაფერს, რასაც განიცდის რეალურად, ხო? აი როგორ ემოციებშიც არის თქვენს მიმართ, რომ უნდა რაღაცა ამ ემოციების გამოხატვა, უნდა სითბოს და ყურადღების გამოხატვა, აი ეს გაურკვევლობა საკუთარ თავში და დაბნეულობა და არც ის რამდენად სამართლიანი იქნება, ხო, აი ეს რაღაც მომენტი, რომ თქვენთან დაკავშირებით გამოხატოს ეს ყველაფერი, აი ამ ყველაფერს ჯერჯერობით აკავებს და როგორ არის იცი, საკუთარ თავში ინახავს და ჯერჯერობით მართავს საკუთარ თავს და ასე ვთქვათ, თავი არ დაუკარგია თქვენთან ურთიერთობაში ჯერჯერობით. კიდევ რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება? ამჟამად კიდევ რას ფიქრობს? გეტყვით იმას, რომ ეს პიროვნება ისეთ გრძნობებშია და ემოციებშია საკმაოდ, რაღაცა მოგონებებში შეიძლება ასე ითქვას და რაღაცა იხსენებს თქვენთან ურთიერთობას, თქვენ მის თვალში დღემდე საკმაოდ სტაბილურ და მყარ ადამიანად რჩებით, თქვენ მის თვალში ხართ ქალი, რომელიცაც აქვს თავის საქმე, თავის ცხოვრება, არის საკმაოდ ისეთი შემდგარი პიროვნება. შეიძლება, აი იცით როგორი შთაბეჭდილება აქვს თქვენზე, რომ აი ქალური ძალიან ასევე
ქალი, რომელსაც აქვს თავისი შემოსავალი სტაბილური, ზრუნავს ამ ყველაფერზე, აქვს თავისი საქმე, დაკავებულია, მოწონს თავისი თავი, თავდაჯერებულია, ну, მოკლედ აი ესეთი კარგი შეხედულობა აქვს თქვენთან დაკავშირებით, მაგრამ ასევე ფიქრობს, რომ რაღაცა არის დასრულებული თქვენ შორის და ფიქრობს მოლაპარაკებაზე. აი რაღაც უნდა რომ მოგელაპარაკოთ, უნდა რომ აი ამ ლაპარაკით რამე გამოასწოროს თქვენთან, არ ვიცი. მოდი კიდევ ერთხელ ვიკითხავ და დავასრულებ, შემდეგ კიდევ რას ფიქრობს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება. ხო, ამ შემთხვევაში თქვენს ურთიერთობაში ძალიან დიდი ტრანსფორმაცია მეგობრებო. ფიქრობს, რომ ამ ურთიერთობამ ბევრი რამ ასწავლა, გაზარდა, მაგრამ თქვენთან დაკავშირებით ასევე ფიქრობს, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, მაგრამ ჯერჯერობით საკმაოდ დიდ გაურკვევლობაში ეს პიროვნება. არ იცის რა გააკეთოს, ცოტა დაბნეულობა შიშებს, ცოტა არა საკმაოდ დაბნეულობა აქვს, შიში აქვს. აი ამ შეიძლება იმ მომენტში რადგან არის აი ამჟამად რაღაცა იცვლება თქვენს ცხოვრებაში, ან ეს პიროვნება ცვლის რაღაცას. ხო, ზოგადად თითქმის რამდენჯერაც ვიკითხე, ყველგან აი რაღაც ცვლილებების არკანი ამ მივიდა, აი რაღაც ცვლილებები ხდება უმეტეს შემთხვევაში. ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდი ტრანსფორმაცია მეგობრებო, იცვლება ძალიან დიდი რაღაცები თქვენს ურთიერთობაში და ეს ადამიანი უფრო სერიოზულობისკენ მიდის, მაგრამ რადგან ამჟამად აი ეს თვითონ პროცესშია, სავარაუდოდ ჯერ არ არის ჩამოყალიბებული რა უნდა ქნას და საკმაოდ ისეთი დიდი შიშები და შინაგანი შფოთვები აქვს რაღაცნაირი თქვენთან დაკავშირებით, აი ჯერჯერობით მომავალს ვერ ხედავს, აი რა უნდა გააკეთოს, რა ნაბიჯები უნდა გადმოადგას თქვენთან დაკავშირებით, თუმცა იმდენ ხვდება, რომ უნდა შეიცვალოს ბევრი რაღაცა და უნდა წავიდეს უკვე სხვა ფორმატით, უფრო მეტად სერიოზული ფორმატით ეს ურთიერთობა. დაგემშვიდობებით მეგობრებო, დროებით